ძალიან საშიში კვების უნარჩვევა, რომელიც საქართველოში უმეტეს ადამიანს აქვს და რითიც ვანადგურებთ საკუთარ ორგანიზმს. ჩათვალე ეს ვიდეო ყველას ეხება, შენს მეუღლეს, შვილებს, დევს, დედმამიშვილებს, ყველას აბსოლუტურად და გირჩევ გააზიარე მაქსიმალურად, რომ ყველას მივაწვდინოთ ხვა და მოუწოდოთ ასე თქვათ ჯანსაღი ცხოვრებისკენ. დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხებით, იმიტომ რომ გარშემო ეხლა გავრცელდა ასეთი ვიდეოები, რომ აზრი არ აქვს, როდის ჭამ, აზრი არ აქვს, არაფერს თავარია კალორიები დათვალო და ეტეოდე კალორიებში. და ზოგს გონია რომ ღამე ჭამა მხოლოდ ან წონაზე ან რაღაცა მარტივ რაღაცებზე აისახება და დღეს ვისაუბრებთ რა ხდება ორგანიზმში როცა ღამე გვიან ჭამთ. ოღონდ ყველა მიზეზს არ ჩამოთვლი, მიზეზი უამრავია რატო არ უნდა ვჭამოთ ღამე. გეტყვით 2-3 მთავარ მიზეზს და კარგად გაიაზრეთ, უყურეთ რამდენჯერმე ამ ვიდეოს და დამიჯერეთ პირდაპირ თქვენი ჩაიქნევთ ხელს ღამე ჭამაზე და აღარ შეჭამთ ღამე. ესე იგი მე თემო ვარ შოთაძე, კონსულტანტი დაბალანსებული კვების საკითხებში წლების გამოცდილებით, -60 კილოგრამი არის ჩემი პირადი შედეგი და უკვე ათასობით ადამიანს დავეხმარე და ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებ. დღეს ნახე რა ხდება მაშინ როცა ღამე გვიან ჭამთ. დავიწყოთ პირველი მიზეზით, რატო უნდა ვერიდოთ ღამე გვიან ჭამას. ნახე რა ხდება. ჩვენ გვაქვს ცირკადული რითმები, როგორ მუშაობს ასე თქვა ჩვენი ორგანიზმი. მარტივი თვეცდები აგიხსნათ ყველაფერი გართულებების გარეშე. ხო, აი მაგალითისთვის აღარ ის თქმა მინდა. თუ გქონია ისეთი შემთხვევა, რომ სიტყვაზე დილიდან იღვიძებთ უკვე დაღლილი, რაღაც თითქოს ღამე კი არ გეძინა, არამედ მუშაობდი, ან რაღაცა ცუდ განწყობას ატყობ თავს დილიდან, ან ატყობ, რომ სუსტი ორგანიზმი და იმუნური სისტემა გაქვს. დაწერე კომენტარებში ეს გუწრფელად, ანუ თუ გიგრძნია როდესმე ასეთი რამე და გეტყვი ახლა რა ხდება მაშინ როცა ღამე გვიან ჭამ. უბრალოდ გუწრფელად დაწერე ეს ყველაფერი კომენტარებში. ნახე პირველი წეგან დავიწყეთ საუბარი ცირკადულ რითმებზე. ორგანიზმი და ზოგადად კუჭი და მთელი მონელების სისტემა და ყველაფერი ღამე ემზადება აღდგენისთვის და დასვენებისთვის. შენ რო გვიან ჭამ, ეს ძალიან დიდი დატვირთვაა მისთვის. ის იწყებს მუშაობას და ვეღარ ისვენებს და ვეღარ წარმოიქმნება ახალი ის ვეღარ ნახდება ასე თქვათ ის ბაქტერიები და ყველაფერი ის მიკროფლორა, რაც კუჭში არსებობს. და შესაბამისად ნახე რა ხდება. ჯერ ერთი ღამე კუჭი არ არის მზად ამდენი მონელებისთვის და პირველ რიგში ბოლომდე ვერინელებს ძილის დროს საკვებს, საკვების ნაწილი კუჭილ პობას იწყებს პირდაპირი გაგებით და აი ამ კუჭის მიკრობიომს ანადგურებს თავიდან ბოლომდე. და შესაბამისად მე არ უნდა გაგვიკვირდეს რაღაც უბევდურებები რო ხდება. ეს მიკრობიომზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ნახე პირველ რიგში რა არის დამოკიდებული. წარმოიდგინე ახლა რასაც გეტყვი, კარგად დაფიქრდი. ორგანიზმის იმუნური უჯრედები, ანუ იმუნიტეტი 80%-მდე დამოკიდებულია კუჭნაწლავზე. შენ თუ ღამე გვიან ჭამ და მიკრობიომი განადგურებული გაქვს, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ 70-80%-ით იზრდება სხვადასხვა დაავადებების რისკი. კარგად მომისმინე, არ მაქვს საუბარი 10%-ზე და 15%-ზე, ანუ 70-80%-ით ყველა ცნობილი დაავადების რისკი იზრდება შენს ორგანიზმში, როცა ღამე გვიან ჭამ. იმიტომ რომ შენი კუჭნაწლავში არის მთელი 80%-მდე იმუნური სისტემის. და თუ ატყობ, რომ სუსტი ორგანიზმი გაქვს, ეს ამის ბრალია, ანადგურებს შენს ორგანიზმს შენ თვითონ, ხო? შემდეგ ნახე დილიდან რო დაღლილი იღვიძებ, აი ხო შეგიმჩნევია, აი გუწრფელად დაწერე, ღამე გვიან რო ჭამ, დილით სხვანაირი სიმძიმით და განწყობით იღვიძებ. ნახე ეს რატო ხდება. ბედნიერების ჰორმონი ყველას ხსმენიათ, არა არ მინდა ეს გართულებები და სერატონინებზე და ასე შემდეგ საუბარი. პირდაპირ მარტივი ქართულიანით ბედნიერების ჰორმონი. უმეტეს ადამიანს გონია რომ ის ტვინიდან გამომუშავდება. რეალურად კი 80%-მდე ეს ბედნიერების ჰორმონი ზუსტად ნაწლავებიდან მოდის. წარმოიდგინე კუჭი გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონს და თუ კუჭის მიკრობიომი განადგურებულია და დაბინძურებულია და ის ჯანსაღმა ბაქტერიებმა ვერ მოასწრო გამრავლება და ასე შემდეგ, შენ ბედნიერების ჰორმონის ნაკლებობა გაქვს. შესაბამისად ეს იწვევს ენერგიის ნაკლებობას, განწყობის გაფუჭებას, ცუდ ხასიათს და დილით დაღლილი გაღვიძებას. შესაბამისად ნახე, შენ თუ ღამე გვიან ჭამ ხშირად, შენ მარტო წონაზე კი არა ისახება ეს სუდად, ზოგს გონია რომ ეს მარტო წონაა, არა ჩემო კარგო. როგორც თქვით, ესე იგი დასკვნა გავაკეთოთ, 70-80%-ით იზრდება ყველა დაავადების რისკი, სუსტდება ორგანიზმის ძალები და იმუნური სისტემა, დაცვითი სისტემა და პლუს ცირდება ძალები და ენერგია, იმიტომ რომ ორგანიზმის მიკრობიომი უკვე განადგურებულია და იმ ბედნიერების ჰორმონსაც ვერ გამოიმუშავებს ისე როგორც საჭიროა. გირჩევ რომ ეს ვიდეო გააზიარე 3-4 საათით ადრე მაინც დაძინებამდე შეწყვიტე ჭამა, ეს არაფრით არ შეიძლება ეს ჩვევაში თუ გაგიჩნდა, მთელი ცხოვრება ასე იქნები და
მაგის გამო 25-30 წლით ნაკლები შეიძლება იცოცხლო და იცოცხლო უხარისხოთ და არა დღეგრძელი ცხოვრება კონდეს და არა ენერგიული და ჯანმრთელი. არ გირჩევ ამას არც ერთ ვარიანტში, ხო? პლუს შენს ახლობლებსაც ურჩიე, მეგობრებსაც ურჩიე, ხო? 3-4 საათით ადრე დაძინებამდე შეწყვიტეთ ჭამა.